მე ვარ ჟურნალისტი კეთევან ქარდავა და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმ სახელმწიფოზე, ვისთანაც ევროკავშირმა გააჩერა უვიზო რეჟიმი. ამ დრომდე 60-ზე მეტი სახელმწიფოდან მხოლოდ ერთ ქვეყანასთან არის გაჩერებული უვიზო მიმოსვლა, ვინაიდან ამ ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა საჭირო კრიტერიუმები და ის შეთანხმება დაარღვია, რაც იყო ევროკავშირსა და მათ შორის. ვანუატუ წყნარი ოკეანის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 234,000 შეადგენს, ერთადერთია, ვისთანაც უვიზო რეჟიმი გაწყვიტა ევროკავშირმა. მათ მიიღეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა საქართველომდე 2015 წელს, ჩვენ 2017 წელს მივიღეთ ეს შანსი. 2 წელიწადში, ანუ 2017 წელს უკვე გაჩნდა პრეტენზიები ვანუატუსთან და შეშფოთების საგანს წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ოქროს პასპორტების სქემა. ვანუატუმ დაამკვიდრა ეს პროექტი, ვინც განახორციელებდა ვანუატუს ტერიტორიაზე $130,000 ღირებულების ინვესტიციას. მათ გადაეცემოდათ ვანუატუს მოქალაქეობა და შემდეგ ავტომატურად ეს ადამიანები იღებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკავშირმა ჩათვალა, რომ დაირღვა უსაფრთხოება, ასევე შეიქმნა პოტენციური სივრცე ორგანიზებული დანაშაულისთვის და ფულის გასათეთრებლად, ამიტომ არაერთხელ მოითხოვა კომისიამ და მოწოდება იყო ვანუატუს ხელისუფლებისადმი, რომ გაეუქმებინა ოქროს პასპორტების სქემა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 2022 წელს ამის გამო დროებით შეუჩერდა ვანუატუს უვიზო რეჟიმი. ერთ წელიწადში 2023 წელს მათ სრულად გაუჩერეს უვიზო მიმოსვლა, 2024-ში კი საერთოდ ამოიღეს ვანუატუ იმ ქვეყნების რიცხვიდან, რომლებიც გამონაკლისის სახით განსაკუთრებულ რეჟიმზე შეიძლება ყოფილიყვნენ ევროკავშირთან და ესარგებლად უვიზო მიმოსვლით. ამით დასრულდა ვანუატუს და ევროკავშირის ისტორია, რაც სპეციფიკურად ეხება უვიზო მიმოსვლას და არც არის ახლა ლაპარაკი იმაზე, დაუბრუნონ, არ დაუბრუნონ თუ რა უნდა ქნან. ეს საქმე დასრულებულია, ვანუატუს მოქალაქეებს ევროკავშირში მოსახვედრად სჭირდებათ ვიზა. ვანუატუსი ალბათ გაგახსენდათ ოკუპირებული ტერიტორიები. დიახ, ეს ის ვანუატუა, რომელზეც იყო ინფორმაცია ომის დასრულების შემდეგ, რომ მათ სცნეს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ეს მაშინ, როდესაც რუსეთი 2008 წლის შემდეგ აქტიურად ეძებდა მხარდამჭერებს, რომ ეღიარებინათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ 2011 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვანუატუს ელჩმა განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 2013 წელს კი ვანუატუმ მოაწერა ხელი შეთანხმებას საქართველოსთან, რომლითაც ვანუატუმ სცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ესეც ვანუატუსა და საქართველოს კავშირი. მოკლედ, ვანუატუ არის ერთადერთი და იმედი ვიქონიოთ, რომ ვანუატუს შემდეგ საქართველო არ იქნება ის ქვეყანა, რომელსაც ჯერ შეუზღუდავენ უვიზოდ გადაადგილებას. მოკლედ, პირველ ეტაპზე ეს არის სასანქციო პირობა. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ შევხვდებით ძალიან მალე სხვა ვიდეოში და ვისაუბრებთ ისევ ევროკავშირზე. დიდი მადლობა და დროებით.